1971 წლის 14 დეკემბერს ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა პირველად ბონდიანას ისტორიაში არა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, არამედ გერმანიაში გაიმართა. თავად 007-ის სამშობლოში სურათი ახალი წლის წინადღეს, 30 დეკემბერს გამოვიდა ეკრანებზე. ბონდის მეშვიდე სერიის სახელწოდება გახლდათ ალმასების სამუდამოდ. თამაში მთავარ როლს კვლავ შონ კონერი ასრულებდა. მისი პარტნიორები იყვნენ ჯილ სენ ჯონი, ჩარლზ გრეი, ბრიუს კებოტი და ლანა ვუდი. კინოკომპანია United Artists-ის, Eon Productions-ისა და სტუდია დანიაკის მორიგი ერთობლივი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები ისევ და ისევ ალბერტ ბროკოლი და ჰარი ზალცმანი გახლდნენ. სურათის ბიუჯეტი 7,200,000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მისი შემოსავალი კი თითქმის 125 მილიონ დოლარს აღწევდა. გადაღებები 1971 წლის აპრილში დაიწყო დიდ ბრიტანეთში და სექტემბრის ბოლომდე გასტანა ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმის დამდგმელი რეჟისორის ვაკანტური ადგილი კვლავ გაი ჰემილტონმა დაისაკუთრა. სცენარისტი რიჩარდ მეიბაუმი კი კიდევ ერთი ახალი ავტორის, ტომ მანკევიჩის დახმარებით შეუდგა ლეგენდარული იან ფლემინგის მორიგი ნოველის ეკრანიზაციაზე მუშაობას. ალმასების სამუდამოდ გერმანული ოქროს ეკრანითა და ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის უმაღლესი პრემია ოსკარის ნომინაციით აღინიშნა. ჯეიმს ბონდის როლის უბადლო შემსრულებელი შონ კონერი სტუდიის ხელმძღვანელობას როგორც იქნა შეუთანხმდა. პროექტში დაბრუნებისათვის მათ მსახიობს $1,250,000 დოლარი გადაუხადეს. სხვათა შორის ჯორჯ ლაზენბი კვლავ გამოთქვამდა ბონდიანაში მონაწილეობის სურვილს, მაგრამ ცხადია იგი უარით გაიზდუმეს. საინტერესოა, რომ ქალის მთავარ როლზე თავდაპირველად რაკელ უელჩის, ჯეინ ფონდასა და ფეი დანოუეის კანდიდატურები განიხილებოდა. თუმცა ბოლოს ფილმის ავტორებმა თავიანთი არჩევანი ახალგაზრდა ლანა ვუდზე შეაჩერეს, მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟის დროს მისი ხელახლა გახმოვანება მოუხდა. ფილმზე მუშაობის პერიოდში კიდევ ერთ არასასიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ლას-ვეგასში გადაღების დროს პროდიუსერი ალბერტ ბროკოლი და მისი მეუღლე სასტუმროში გაძარცვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით დასავლეთის ჟურნალისტები ხუმრობდნენ კიდეც, რომ მათი გადარჩენა ვერც ლეგენდარულმა ჯეიმს ბონდმა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ბონდიანას მეშვიდე სერია ალმასების სამუდამოდ გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს 3 დღეში ამოღებული მაქსიმალური მოგებისათვის. From the diamond fields of South Africa. Curious how everyone who touches those diamonds seems to die. To the canals of Amsterdam. From the casinos of Las Vegas. Hi, I'm Plenty. But of course you are. Plenty O'Toole. Named after your father, perhaps? To a rocket site in the Nevada desert. Sean Connery as James Bond. 007 in the newest, greatest Bond adventure of them all.